გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად ამ სათაურის კონფერენციას დღეს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა უმასპინძლა. კონფერენციაზე წარმოადგინეს კვლევა, რომლის მიხედვით ქვეყანაში ქალების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. NDA-ის უახლესმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოებას აქვს მოთხოვნა, რომ უფრო მეტი ქალი იყოს არჩეულ თანამდებობებზე. დღესვე გაიმართა სხვა შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე, რომელზეც საქართველოს მასშტაბით გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ ქალების პოლიტიკური მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეფექტური დემოკრატიული განვითარების კუთხით. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს შეიძლება პასუხი იყოს ქალების წინააღმდეგ ძალადობის პრობლემაზეც. საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არ გამოიყურება სახარბიელოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული კულტურის ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვართ თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური პროცესების მქონე ქვეყანა, ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის რეალურად ქვეყნის ეფექტური განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის სტაბილური განვითარების წინაპირობა. ჩვენ აღმოჩნდით ის საზოგადოება, რომელიც ასე ძალადობს თავისივე წევრებზე, უფრო ფიზიკურად სუსტი სქესის წევრებზე ასეთ ძალადობას ახორციელებს. ერთ-ერთი პასუხი ამ პრობლემაზე არის სწორედ პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. მოსაზრებას, რომ ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, იზიარებენ კონფერენციის სხვა მონაწილეებიც. ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ხელისუფლების ყველა შტოს მხრიდან და საზოგადოების მხრიდანაც. ყველა ქალმა უნდა იაქტიუროს ამ მოკლებების დასაცავად, მაგრამ რეალურად ჩვენ საქართველოში გვჭირდება მამაკაცები, რომლებიც ქალთა უფლებებზე იზრუნებენ. ქალთა როლი პოლიტიკაში უდიდესია, მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია სრულფასოვანი არაა, თუ იქ წარმოდგენილი თანაბრად არ არიან მამაკაცები და ქალები, ეს პრობლემა დღეს საქართველოში დგას. ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის მნიშვნელობას დღეს ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ხარი დაუჭიროთ ქალების როლის ზრდას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის, ქართულ საზოგადოებაში თანასწორობისთვის. საქართველოში საკმაოდ წარმატებული პოლიტიკოსი ქალები არიან და კიდევ მეტისთვის არსებობს ადგილი. კონფერენციაზე გასაჯაროდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით არასამთავრობოებისა და ექსპერტებისაგან თებერვალში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ახალი ინიციატივა გენდერულ კვოტაზე. ინიციატივის მიხედვით პარტიის მიერ ცესკოსათვის წარდგენილ პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ადამიანი უნდა იყოს. შედეგად პარლამენტში პროპორციული სიით არჩეული 77 წევრიდან 38 ქალი იქნება. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით კვოტირების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ასე იმ ბარიერების კომპენსირება ხდება, რომლებსაც ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინსვლისას ხვდებიან და ეს სამართლებრივად დეკლარირებული თანასწორობის დე-ფაქტო უზრუნველყოფაა. თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად შეუძლია საქართველოში არსებულ სიტუაციაში გენდერულ კვოტირებას მოაგვაროს საზოგადოებაში ქალის როლთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. ოპონენტები ამბობენ, რომ კვოტირება არ ღვევს თანასწორობისა და ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს. ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში არა ხელოვნურ კვოტებზე, არამედ მათ უნარებსა და აქტიურობაზე უნდა იყოს დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა თანასწორობის პრინციპი, სადაც მიუხედავად გენდერისა ქალსაც და კაცსაც თანაბარი უფლება აქვს იბრძოლოს რომელიმე პოზიციისათვის. კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ კვოტამ გენდერი კვალიფიკაციაზე მაღლა შეიძლება დააყენოს და დისკრიმინაციული აღმოჩნდეს ქალების მიმართ, რადგან პარტიები მათ დაწესებულ კვოტას შესრულებისათვის აირჩევენ. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ კვოტირება საქართველოში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს. თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ 50%-იანი კვოტის შესრულება პარტიებისათვის არარეალური და ხელოვნური იქნება. ქალთა კვოტირების თემას მივესალმები და ვთვლი, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, იმიტომ რომ ეს არის თანასწორობის თემა და არა რაღაც უპირატესობების თემა, რომელიც ეხება ქალებს ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ ამ წინადადებას. ჩვენ მაგალითად წინა ორ არჩევნებში გქონდა ჩვენთვის შიდა კვოტა 30%-იანი, იმიტომ რომ შეგვეძლო რომ ბუნებრივად ეს გაგვეკეთებინა, ჩვენთან მართლა ძალიან ბევრი აქტიური ქალბატონი არსებობს, მაგრამ უცებ რომ წარმოვიდგინო რომ ეს ყოფილიყო 50-50-ზე, ანუ ყოველი მეორე ქალბატონი, ეს გაჭირდებოდა რა თქმა უნდა და არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან ბუნებრივი. ასე რომ ჯობია უფრო ბუნებრივად წამახალისებელი მექანიზმები შემოვიტანოთ, ვიდრე ერთბაშად რაღაცა ხელოვნური გავხადოთ ეს პროცესი.
დღესდღეობით მსოფლიოში ქალები პარლამენტის წევრთა 20.4% შეადგენენ. საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა საპარლამენტო მანდატების სრული რაოდენობის 12% დაიკავეს. ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობა უფრო დაბალია. EUTHOS 57 მონაწილე ქვეყნიდან საქართველოში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი საშუალოდ 23.7%-ია.